ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ადგილი ჰაკეშამარქტი, ახალგაზრდებით, კაფეებითა და ქუჩის მუსიკოსებით არის სავსე. დღეს რთული წარმოსადგენია, რომ სწორედ აქ, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. ამ პატარა სახელოსნოში მუშაობდა ოტო ვაიტი, ადამიანი, რომელიც თითქმის ვერ ხედავდა, მაგრამ ყველაზე კარგად სწორედ იმას ხედავდა, რასაც ბევრი ვერ ამჩნევდა. უსამართლობას. ოტო ვაიტს ფუნჯებისა და ცოცხების სახელოსნო ჰქონდა. მისი თანამშრომლების უმეტესობა უსინათლო, ყრუ ან სმენადაქვეითებული ებრაელები იყვნენ. ნაცისტური რეჟიმის პირობებში ეს ადამიანები ორმაგ საფრთხეში ცხოვრობდნენ. ისინი მხოლოდ ებრაელები კი არა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებიც იყვნენ. ვაიტმა გადაწყვიტა, რომ მათ მარტო არ დატოვებდა. ის ცდილობდა თანამშრომლები დეპორტაციისგან დაეცვა, ყალბსაბუთებს შეუვლობდა, ქრთამს იხდიდა, მათთვის დამატებით საკვებსაც ეძებდა, ზოგიერთს კი საკუთარ სახელოსნოში მალავდა. 1943 წელს გესტაპომ მისი თანამშრომლების ნაწილი მაინც დააპატიმრა, მაგრამ ოტო ვაიტი არ გაჩერდა. ის ბერლინიდან აუშვიცამდეც კი წავიდა, რათა ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ეცადა. ყველა ვერ იხსნა, მაგრამ ბევრმა სწორედ მისი წყალობით გადაიტანა ომი. ომის შემდეგ ისრაელმა მას ხალხთა შორის მართლის წოდება მიანიჭა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პატივი იმ არაებრაელებისთვის, რომლებმაც ჰოლოკოსტის დროს საკუთარი სიცოცხლის საფრთხის მიუხედავად ებრაელები გადაარჩინეს. დღეს მისი ყოფილი სახელოსნო მუზეუმად არის ქცეული. აქ ისევ დგას სამუშაო მაგიდა, ინსტრუმენტები და კედელზე წერია მისი სიტყვები. ჩემი ცხოვრება ბრძოლა იყო. ბრძოლა იყო ჩემი ცხოვრება. მე უკეთესი სამყაროსთვის ვიბრძოდი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადგილი აღარ არის მხოლოდ მუზეუმი. მის გარშემო ისევ სიცოცხლეა, ახალგაზრდები, სიცილი, კაფეები, მუსიკოსები და სწორედ ეს არის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება. იქ სადაც ოდესღაც ადამიანებს სიცოცხლეს ართმევდნენ, დღეს ადამიანები თავისუფლად ცხოვრობენ. ოტო ვაიტმა ომი ვერ შეაჩერა, ვერც რეჟიმი დაამარცხა. მაგრამ მან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ზოგჯერ ისტორია სწორედ ასეთი, ჩუმი ადამიანების მხრებზე დგას.